თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი დაიწყო. მერიის ახალი პროგრამისადმი ინტერესი პირველი დღეებიდან საკმაოდ მაღალია. მედიკოსების მოლოდინია, რომ მოქალაქეები შეთავაზებით აქტიურად ისარგებლებენ, რაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს. სკრინინგი ეს არის ჯანმრთელი ადამიანის კვლევა, რათა დაავადების არსებობის შემთხვევაში ის სიმპტომების გაჩენამდე გამოვლინდეს. სიმსივნის ადრეული სტადიის მკურნალობა გადარჩენის ალბათობას მკვეთრად ზრდის. საქართველოში, სადაც თამბაქოს მოხმარება ჯერ კიდევ მაღალია, ფილტვის კიბოს რისკის წინაშე საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას. რატომ მიიჩნევა ფილტვის კიბო მაღალი რისკის შემცველ დაავადებად და ვის შეუძლია უფასო სკრინინგით სარგებლობა? დესი ვარდოსანიძე გიამბობთ. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის ამოქმედებისთანავე იმ კლინიკებში, სადაც თბილისის მერიის დაფინანსებით უფასო კვლევებია ხელმისაწვდომი, პირველივე დღეებში მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა. პროგრამა 1 მაისიდან ამოქმედდა და მისი მიზანი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. პირველადი დიაგნოსტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება. რადიოლოგების განმარტებით სკრინინგის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფილტვის კიბო ხშირად უსიმპტომოდ უკვე გვიან სტადიებზე ვლინდება. სწორედ ამიტომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. დაიწყო ფილტვის სკრინინგის პროგრამა, რაც დარწმუნებული ვარო გამოავლენს ადრეულ დიაგნოსტიკას. ფილტვის კიბოს შემთხვევაში კიდე ადრეული დიაგნოსტიკა არის საწინდარი მკურნალობის ადრეულ დაწყების და შესაბამისად კეთილსაიმედო პროგნოზის. ეს გამოკვლევა სულ გრძელდება რეალურად 1 წუთი. არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, არის რასაკვირველია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ყველა რენტგენოლოგიური გამოკვლევა დაკავშირებულია სხეულ დათვისთან, თუმცა ფილტვის კიბოს სკრინინგი ითვალისწინებს დაბალდოზიანი გუნკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას, რომლის დროსაც მიღებული სხეული დატვირთვა არის მინიმალური. პროგრამაში ჩართვისთვის განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები. ბენეფიციარი შეიძლება იყოს დედაქალაქში რეგისტრირებული 45-დან 75 წლამდე ასაკის თამბაქოს აქტიური მომხმარებლები, ან ამავე ასაკის ადამიანები, რომლებმაც მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანებეს თავი. სპეციალისტების თქმით, ასაკობრივი ზღვარის შემთხვევითი არ არის ფილტვის კიბოს ძირითადი გამომწვევი ფაქტორი თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარებაა, რის გამოც დაავადება ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. ამ კვლევით ხდება ფილტვებში წარმონაქმნების დიაგნოსტირება, შემდგომ რადიოლოგები აფასებენ თუ რამდენად შესაძლებელია ეს წარმონაქმნი იყოს დაკავშირებული ფილტვის კიბოსთან და თუ ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაისმება, უკვე საბოლოო ჯამში უკვე შემდგომ ტარდება მკურნალობა, ძირითადად ადრეულ სტადიაზე მკურნალობა იწყება ქირურგიული ჩარევით და შემდეგ უკვე თვითონ სიმსივნის ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტოზური მკურნალობაც გახდეს საჭირო. ონკოლოგების შეფასებით ფილტვის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში განსაკუთრებით მამაკაცებში ეს დაავადება ასევე ლიდერობს, რაც დიდწილად თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. მათი თქმით, სკრინინგის პროგრამის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კვლევებით დადასტურებულია, რომ რეგულარული სკრინინგი ფილტვის კიბოთის სიკვდილიანობას დაახლოებით 20%-ით ამცირებს. საქართველოში მამაკაცებში გავრცელებით პირველ ადგილზე არის და ნუ როგორც ვიცით დაკავშირებული არის ძალიან მაღალ პროცენტში მწეველობასთან. ფილტვის კიბოს სკრინინგი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ადრეულ სტადიაზე მოვახდინოთ დაავადების დიაგნოსტირება, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმაში, რომ მკურნალობაზე გვექნება გაცილებით უკეთესი შედეგები. პროგრამაში ჩართულია კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა ახალი სიცოცხლე. კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, პროგრამის დაწყებისთანავე პაციენტთა აქტიურობა მაღალია. მათი თქმით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უმტკივნეულოდ მიიღონ პულმონოლოგის, თერაპევტის ან ონკოლოგის კონსულტაცია, ასევე ჩაიტარონ დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს კვლევა უსაფრთხო და ეფექტიან მეთოდად მიიჩნევა, რომელიც საშუალებას იძლევა ფილტვში
არსებული ცვლილებები ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა ახალი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, თავისი მაღალტექნოლოგიური საშუალებებით ჩაერთო ამ პროგრამაში სრულიად უმტკივნეულოდ, მაღალი ხარისხით, სრული სიზუსტით პაციენტი ადრევე აღმოაჩენს თუ კი რაიმე პრობლემა ექნება ამ თვალსაზრისი. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ეს დაავადება განაჩენი ნამდვილად არ არის, მისი განკურნება სრულიად შესაძლებელია და საქართველოშიც ყველაფერი არსებობს იმისათვის, რომ ამ დაავადებასთან დროულად ვიბრძოლოთ. ვარ თამბაქოს მომხმარებელი წლების განმავლობაში. გავიგე, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება ფილტვის სკრინინგი, ამიტომ ვისარგებლე ამ პროცედურით და რა თქმა უნდა ჩავიტარე, რომელთაც ვარ ძალიან კმაყოფილი. მედიკოსების განცხადებით ფილტვის კიბო განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი განაჩენი არ არის და თანამედროვე მედიცინა იძლევა დაავადების წარმატებით მკურნალობის შესაძლებლობას. საქართველოში უკვე არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რესურსები, რაც პაციენტებს დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებას აძლევს. ფილტვის კიბოს სკრინინგი ამ ეტაპზე 16 სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შერჩეული კლინიკები თბილისის სხვადასხვა არეალში მდებარეობს.